მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მოდით ერთად ვნახოთ ჩვენი კვირის არკანის ენერგია. ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ საინტერესო, მნიშვნელოვანი. ვნახავთ ზოგად ერთი კვირის პროგნოზს, მიმოხილვას, სადაც შევეხებით ყველა სფეროს, ჯანმრთელობას, ფინანსებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, გაფრთხილებას მივიღებთ აუცილებლად და ეს საჯარო გაშლა მოგცემთ იმის საშუალებას კვირის პროგნოზი, რომ უფრო მეტად ნაყოფიერად, უფრო მეტად სინქრონში მიყვეთ თქვენს ყოველდღიურ გეგმებს სამყაროსთან ერთად და მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგები. მაშა სადამე დავიწყეთ. 24 აგვისტო და პირველი არკანი გვაჩვენებს კვირის მთავარ ენერგიას, ანუ მთელი ერთი კვირის განმავლობაში როგორ ენერგიებში ვიქნებით. შემდეგი არკანი გვაჩვენებს ფინანსებს, როგორ იქნება ფინანსური ენერგია. შემდგომ ვნახავთ ჯანმრთელობას, ზოგად მიმოხილვას და პარტნიორულ ურთიერთობებს. პარტნიორული ურთიერთობები და გაფრთხილება. რას უნდა გავუფრთხილდეთ, რას უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ერთი არკანით, ეს ის ჩვენი გაფრთხილება. კეთილი. დავიწყეთ კვირის მთავარი ენერგია. შევაფასოთ და კვირის მთავარი ენერგია არის არის ქურუმი ქალი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კოლეგებს ვეტყვი, რომ ძალიან მაგიური პერსპექტიული ამ საკითხში კვირა არის. ვგულისხმობ კარგი სამუშაო პერიოდი არის გასაკეთებლად, სხვადასხვა მაგიური პრაქტიკების შესასრულებლად. სხვადასხვა მაგიურ, ოკულტურ, ეზოთერიულ ზოგად შემეცნებით, საკითხებით, შესწავლით, შეცნობით დაკავება. საკუთარი ცნობიერების ძალიან კარგი პერიოდი არის იმისთვის, რომ ზოგადად მიყვეთ ნიშნებს, მიყვეთ ინტუიციას. ძალიან ინტენსიური იქნება ნიშნები სამყაროსგან, როდესაც ვამბობ სამყაროსგან, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, თავისი ენერგოინფორმაციული გამტარიანობა აქვს, ყველა საკუთარი სისტემიდან ღებულობს ამა თუ იმ ინფორმაციას, ვინ ვისი ასე ვთქვათ, სისტემის შვილია, ვინ ვისი ეგრეგორისა, მოდი ეს ზოგადად ვიტყვი. და შესაბამისად, ყველასთვის ეს მესიჯები, ეს სიზმრები, ეს კვირა მაგიური, ვთქვათ, ნიშნების თვალსაზრისით იქნება ძალიან ინდივიდუალური, ხო? ძალიან ინდივიდუალური, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ ერთ სისტემაში კონკრეტული სიზმარი რაღაც ნეგატიურს ნიშნავს, მეორე სისტემაში შეიძლება აბსოლუტურად სხვა ნიშნებს კითხულობდეს. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა კონკრეტული ერთი მიმართულებით იკითხოთ მესიჯები, ვთქვათ, სამყაროსგან, ერთი მიმართულებით მოусმინოთ და აღიქვათ თქვენი სიზმრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ასეთი პასიური კვირა იქნება ენერგეტიკულად, იმიტომ რომ ქურუმი ქალი ეს არის შემნახველი ენერგია, ეს არის ენერგია, რომელიც ინახავს ინფორმაციას, მოვლენებს, ამუშავებს შიგნით, იღებს გამოცდილებებს, იღებს ცოდნას და ამიტომ მაქსიმალურად რჩევა იქნება, რომ მოусმინოთ ინტუიციას. აქ ძალიან ბევრი რამ შესაძლებელია ადამიანებისთვის იყოს დამოკიდებული ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით ინტუიციაზე.
ინტუიციაზე, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ, ინტუიციურად იგრძნობთ, რომ დრო მოვიდა, რომ რაღაცები შეცვალოთ, წახვიდეთ ერთი რეალობიდან გადახვიდეთ მეორეში. შეიცვალოთ არ ვიცი, უცებ მოგივიდათ ესეთი აზრი, რომ რაღაცა არ მოგწონთ სამსახურში, ურთიერთობებში, ან გრძნობთ, რომ რაღაცა ცვლილებების დროა, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს ინტუიცია თქვენი იმუშაოს პირნათლად ამ ერთი კვირის განმავლობაში და მოგცემთ უტყუარ მესიჯებს, უტყუარ ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი მოვიდა დრო, რომ დადგეს ცვლილებები, ესე იგი ეს ცვლილებები უნდა შემოიტანოთ თქვენს რეალობაში. შესაძლებელია მოვიდნენ წინაპრები სიზმარში, მოგცენ გაფრთხილება, მინიშნებები, მოკლედ, იყავით ყურადღებით. ასეთ დროს დახურულ ჯგუფში ვამბობ ხოლმე, რომ გქონდეთ თქვენი ბლოკნოტი, კალამი, სადაც მოინიშნავთ და ჩაიწერთ ასეთ მნიშვნელოვან მომენტებს. ხო, აი, როდესაც იგრძნობთ, თქვათ, რომ რაღაცა ინფორმაცია მოვიდა უცნაურად, ხო, არაფერში არ წერია, ხო, რაღაცა მოვლენა, რაღაცა ინფორმაცია, რაღაცა შეგრძნება, ხო? ჩვენ ვფიქრობთ იმ მომენტში, რომ რაღაცები რაღაც ჩვეულ ყოველდღიურობას არ გვაგონებს, მაგრამ ზუსტად ეს რაღაცა, რასაც ვამბობ, რომ აი ეს არაფერში არ ეწერა, აი რაშუაში იყო, ხო? აი ზუსტად ეს რაშუაში იყო, შეიძლება იყოს ზუსტად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, გარდამტეხი მომენტიც კი თქვენს რეალობაში, ან რაღაცა, სადაც სიცარიელია იპოვოთ თქვენი კონკრეტული, მოდი ასე ვთქვათ, შემავსებელი, ინფორმაციული და შეავსოთ აი ეს სიცარიელე. ამიტომ, ხო, მაქსიმალურად ვუსმენთ ნიშნებს, ვართ მაგიურები, ვმუშაობთ ამავე მიმართულებით კოლეგებო და ესე იგი, არის პერიოდები, როდესაც მაგია განსაკუთრებით კარგად მუშაობს, მაგიური პრაქტიკები, არის პერიოდები, როდესაც უფრო სხვა მიმართულებით შეიძლება რომ უფრო შემეცნებითად. აი ნახეთ, ამ შემთხვევაში ცვლილებებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ამიტომ ძველის გაშვება, ძველი სცენარების გაშვება, უფრო მეტად აი წმენდა გაშვება, აი ამ მიმართულებით ვურჩევდი მსმენელს მუშაობას, ხო? ძველი პროგრამების ჩახურვა, ძველი ურთიერთობები, რომლებმაც უკვე თავისი გააკეთა და აღარაფერი, ვთქვათ, აღარ მოაქვს ამ ურთიერთობას თქვენთვის სასარგებლო, ამ ურთიერთობების ჭრა გაწყვეტა, ხო? იმიტომ რომ 6-იანების ხმლებთან ერთად ამოვიდა ქურუმი ქალი, რაც ნიშნავს იმას, რომ დრო მოვიდა იგრძნოთ, ვინ არის თქვენიანი და ვინ არ არის თქვენიანი, რა გიშლით ხელს და რა გიმართავთ ხელს, ან ვინ გიმართავთ ხელს. აი ესეთი ძალიან საინტერესო კვირის წამყვანი ენერგია გვაქვს. ახლა ვნახოთ ფინანსები როგორი იქნება. პაჟი თასების, ხო? ფინანსურად ერთადერთი რაც პირველი თავში ხა ინფორმაცია მომივიდა აზრად არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. ხო, აი უცებ რაღაცით ძალიან მოვიხიბლე, იმიტომ რომ პაჟი ეს არის ბავშვი, რომელიც ძალიან სუფთაა, მაგრამ თან, რა თქმა უნდა, ამავდროულად შეიძლება აკლდეს გამოცდილება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიჩენს გულუბრყვილობას გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ხო? ზედმეტად ვენდობით ვიღაცებს ფინანსებთან დაკავშირებით, ხო? შეიძლება იყოს მომენტი, რომ გჭირდება თქვათ რაღაც საკითხებში იურიდიული მხარდაჭერა და ამ დროს ამას ვერ იაზრებთ და საჭირო არის, ხო? ანუ უფრო მეტად პროფესიონალის ჩახედვა, მით უმეტეს თუ კი რაიმე სერიოზულ და მნიშვნელოვან ხელმოწერებსა და კონტრაქტებსა და ვთქვათ, მას აქვს, ხო? შეთანხმებებზე, ფინანსურ შეთანხმებებზე საუბარი, აუცილებელია რომ გააცნოთ ეს ყველაფერი, ვთქვათ, უფრო მეტად მცოდნე
ადამიანს, ხო, იმიტომ რომ შეიძლება თქვენმა რაღაც მხრივ მინდობამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ფინანსებს ეხება, მაინც და მაინც კარგ შედეგამდე არ გაგიყვანოთ, ხო? მაგრამ მთლიანობაში დადებით ნაწილში ასე ვიტყოდი, რომ ასიამოვნებთ საკუთარი თავი პატარ-პატარა ან შესაძლოა არც თუ ისე პატარა საჩუქრებით, აი მიეცით საკუთარ თავს, მაგალითად ისიც ბავშვობაში გინდოდათ და გინდოდათ გენატრებოდათ, გსურდათ რომ გქონოდათ, არასოდეს არ არის გვიან რომ ბავშვობის სურვილი აისრულოთ და მიიღოთ აი ეს ბედნიერება, რაც მაშინ გქონდათ დეფიციტში, ხო? ან ყოველთვის გინდოდათ ვთქვათ რაღაცა ისეთი შეგეძინათ, რაზეც ვთქვათ ისმოდა ყოველთვის რა ეს რა გინდა და ზედმეტია, მაგრამ სურვილი გქონდათ უდიდესი რომ აი ეს ამაში გადაგეხადათ თანხა, გადაიხადეთ. შეიძინეთ და მთავარი არის რომ მიიღოთ ამით ძალიან დიდი ემოციური მხარდაჭერა და სიამოვნება. უბრალოდ თუ რაღაც ეხა დიდ ფინანსურ საკითხებს ეხება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სიფრთხილე აუცილებელია. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ცხრიანების კვერთხები. პარტნიორული ურთიერთობების ნაწილში ცხრიანების კვერთხები უფრო მეტად აჩვენებს, რას იცით, პარტნიორისთვის რაღაც საზღვრები ყველაფერში საჭიროა. ყველაფერში საჭიროა, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ხანდახან როდესაც ჩვენი საზღვრები ირღვევა, შეიძლება მერე ეს იყოს ვთქვათ წყენის მიზეზი, ეს გახდეს რაღაცა დაგროვილი ნეგატივის მიზეზი, ხო? ანუ საჭირო არის რომ ადამიანს აჩვენოთ თქვენი ძლიერი მხარეები, თუ კი ვთქვათ ამის საჭიროება გახდება, ხო? და სადღაც თუ საჭირო გახდება შეეწინააღმდეგოთ კიდევაც, ხო? ამიტომ არ დაგავიწყდეთ რომ პარტნიორი არის თქვენს გვერდით თუ არ არის, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ცხრიანების კვერთხები ეს არის საკმაოდ ძლიერი არკანი იმ ადამიანისთვის, რომელსაც მარტოსაც შეუძლია პრობლემებს, ასე ვთქვათ, გაართვას თავი. გამიგეთ ხომ? ხანდახან ეს შეიძლება ნიშნავდეს რაღაც მხრივ მომენტს, როდესაც ყველას არ ეხება, მაგრამ რაღაცა თავს დამნაშავედ გრძნობთ ვინმეს წინაშე, ხო? თუ კი გრძნობთ რაღაც ასეთი გაწუხებთ და თუ კი თვლით საჭიროთ რომ რაღაცა კონკრეტულ ასეთ მომენტზე ისაუბროთ, როდესაც ვთქვათ, შეიძლება ხო ჩვენ ადამიანები ვართ, ყოველთვის სამართლიანები როდი ვართ, ხო? ან გინდათ რომ ვთქვათ რაღაცა საკითხები გაშალოთ პარტნიორთან, სადაც გრძნობთ რომ მაინც და მაინც სამართლიანი არიყავით და ეს საკითხი გაწუხებთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს გაშალოთ, ხო? შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა მტკივნეულ გამოცდილებას, სადაც გვიჭირს პარტნიორთან მეტი გახსნილობა. სადაც გვიჭირს მეტი მინდობა და აბსოლუტურად გასაგები არის, ხო? არ არის ცხრიანების კვერთხები არკანი, რომელიც რაღაც ესეთი იქნება თბილი გულით და გაშლილი ხელებით. არა, პირიქით, ცხრიანების კვერთხებს ნანახი აქვს ცხოვრებაში ბევრი, გამოცდილება აქვს მიღებული ბევრი და იგივე პარტნიორულ ურთიერთობაში და არავითარ შემთხვევაში აღარ დაუშვებს საკუთარი საზღვრების უხეშად დარღვევას, ხო? ეს შეიძლება იყოს არკანი, როდესაც საჭირო გახდება მოლაპარაკება, ხო? გარკვევა. სად იწყება შენი უფლებები, როდესაც სად მთავრდება ჩემი უფლებები, სად იწყება შენი უფლებები, ხო? ნუ, ხანდახან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? სხვათა შორის ეს ასევე შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ უკვე ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ურთიერთობაში, აღარ აქვს ურთიერთობას, ვთქვათ, უკვე დამწრის სუნიასდის, ხო, როგორც იტყვიან და დროა რომ რაღაცა ძველი კარებები დაიხუროს. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს აჩვენებს იმას, რომ
პარტნიორულ ურთიერთობებში ესეთი იქნებით რა, უფრო საკუთარ თავში ჩართული, საკუთარ საზღვრებში, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ისწავლა როგორ გასტანოს მარტომაც გარკვეული პრობლემები, ხო? ხო, ესეც შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება, რომ ვერ იგრძნოთ პარტნიორისგან ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენ გინდათ და მარტო მოგიწიოთ გართვათ გარკვეულ სირთულეებს თავი. კარგით, ჯანმრთელობა ვნახოთ როგორი იქნება. ჯანმრთელობაზე ამოვიდა ფორტუნას ბორბალი. რა საინტერესოა. ფორტუნას ბორბალი ჯანმრთელობისთვის ფიქრობ, რომ ძალიან კარგი არკანია. თუ კი იყო, ვთქვათ, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, სადაც გეშინოდათ იმის, რომ ვთქვათ, რაღაცას ვერ დაძლევდით, ან რაღაცა გართულდებოდა, რაღაცა თქვენთვის არასასურველი სცენარით წავიდოდა. მე გეტყვით, რომ აქ ძალიან კარგი შანსი არის იმისა, რომ გამოისწოროთ გარკვეული ჯანმრთელობის ხარვეზები, პრობლემები. ხო? ვნახოთ კიდევ ერთი არკანით. კი, აუცილებლად იგრძნობთ ძალიან დიდი ენერგიის მოსხვავებას. აუცილებლად. სხვათა შორის აი რემისია მოდის სიტყვა ინტენსიურად, მაშინ როდესაც ვთქვათ, რაღაცა რთული სეზონი, პერიოდი, ეტაპი, იმიტომ რომ ფორტუნას ბორბალი ეს სეზონია, ეტაპია, პერიოდია, ხო? რთული პერიოდისა დამთავრდა და ადამიანი იწყებს გამოჯანმრთელებას, კვერთხების ტუზი ეს ნიშნავს გამონთავისუფლებულ ენერგიას, ახალ სასიცოცხლო ასეთ პოტენციალს, როდესაც ადამიანი მზად არის, რომ ყოველ შემთხვევაში მთები თუ არ გადაირბინოს, ძველი ჯანმრთელობის პრობლემები დატოვოს წარსულში. ხო? სხვათა შორის, ნეგატიურ ასპექტში შეიძლება არის ხო ესეთი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც რაღაცნაირად სეზონურად მოდის, სეზონთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ კი მე მექნებოდა ნეგატიური არკანი, თუმცა ამასაც დავუშვებ სადღაც, რომ ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს კვერთხების ტუზი, შეიძლება იყოს უცაბედი გრიპი, სიცხე, მაღალი სიცხე, ხო? იმიტომ რომ ცეცხლის სიმბოლოა და შეიძლება ის მაღალ ტემპერატურას დაუკავშიროთ, ხო? ფორტუნას ბორბალი ეს არის ციკლი, კიდევ ერთხელ განმეორდები. რაც სხვათა შორის შეიძლება წონის ნაწილშიც სხვათა შორის, აი, ვისაც გიჭირდათ წონის დაკლება, კარგი პერიოდი არის იმისთვის, რომ აი ამ საკითხზე იზრუნოთ, ხო, რაიმე ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ, ენერგია გექნებათ, ძალა გექნებათ, შეცვალოთ საკუთარი სხეულის ფორმები. მე აქ მთლიანობაში მაჩვენებ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელს, უბრალოდ, ხო, შეიძლება იყოს აი ეს სიცხე, სურდო, თერმომეტრი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად შესაძლებელია, ამასაც ნამდვილად არ გამოვრიცხავ და გაფრთხილება. გაფრთხილება გვაქვს? გაფრთხილება გვაქვს კვერთხების რაინდი. პირველ რიგში შეიძლება იყოს ძალიან მაგარი ახალი ამბავი, რომელიც თქვენსკენ მოიჩქარის. ასევე შეიძლება იყოს მანიშნებელი იმისა, რომ ძალიან აი ნახეთ, საინტერესო არის ის, რომ თითქოს კვირის მთავარი ენერგია გვეუბნება, რომ იყავი პასიური და უფრო მეტად უსმინე, უფრო მეტად მოაგროვე, უფრო მეტად დააკვირდი და ამ დროს რჩევა არის კვერთხების რაინდი. როგორი ერთმანეთისგან გამომრიცხავ ის არის, ხო? მაგრამ მე შემიძლია ეს ყველაფერი დავაკავშირო ერთმანეთს, თქვა, თუ კი იგრძნობთ ინტუიციურად, რომ დროა კონკრეტული მიმართულებით იმოძრაოთ და აიღოთ გეზი, აი ესე უცბად მოგინდათ, რომ აიღოთ კონკრეტული მიმართულებით გეზი, აუცილებლად აიღეთ და იმოძრავეთ. იმიტომ რომ ძალიან ღია ხართ ამ ყველაფრისთვის, ძალიან თავისუფალი ხართ ამ ყველაფრისთვის და რაც მნიშვნელოვანია, ენერგიაც გაქვთ ამისთვის. სხვათა შორის ძალიან აქტიურად მოდის ინფორმაცია, სპორტი, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში,
შეცვლილი სხეული და აი ჯანმრთელობის მხრივ აი ამ კუთხით მიხედვა, ხო? საკუთარ სხეულზე დაკვირვება, სხვადასხვა პროცედურების ჩატარება, ხო? შებრუნება საკუთარ თავთან სხეულებრივი გაგებით, ხო? მიბრუნება, თუ კი დიდი ხანი უყურადღებოთ გქონდათ თქვენი სხეული და არ აქცევდით ყურადღებას, არ დაგავიწყდეთ, რომ ფიზიკურ სამყაროში ხართ და თქვენი სხეული ეს არის მანქანა, რომელსაც კარგი ზეთით სჭირდება, კარგი ბენზინით სჭირდება, იმისთვის რომ ხარისხიანად იმუშაოს, ხო? და პერიოდულად ტექ დათვალიერებას სჭირდება, ხო? აი ეს ხო ესეთი შედარება, მაგრამ აბსოლუტურად ახლოს არის, ხო? აბსოლუტურად არ ასახება ეს. არა, ძალიან ინტენსიურად რაღაცა სირთულეების გარღვევა მოხდება. შეიძლება რაღაცა შიშები დაამარცხოთ სხვათა შორის, ხო, რისიც გეშინოდათ, მისი ეს შიგთავსი დაინახოთ, ხო, ქურუმი ქალის გავლით და მიხვდეთ, რომ ეს არც თუ ისე საშიშია. შეიძლება აი ხო ხედავთ, მარტოობის გეშინოდათ, ან რაღაცის გეშინოდათ, რომ რაღაცას ვერ დაძლევდით. დაძლევთ აუცილებლად. ძალაც გაქვთ, ენერგიაც გაქვთ, საკუთარ თავსაც მიანიჭებთ სიამოვნებას აუცილებლად, უბრალოდ დიდ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განმეორდები, ძალიან ისე იყავით ყურადღებით და დანარჩენი ფორტუნას ბორბალი ჯანმრთელობაზე მშვენიერი არკანია. ერთი პარტნიორული ურთიერთობები, გარკვეული საკითხები გადასახედია, რასაც უკვე ვისაუბრე. აი ესეთი საინტერესო კვირის პროგნოზია, ჩემო ძვირფასო მსმენელო, მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ნაყოფიერი და წარმატებული კვირა თქვენ.